ბოლო 24 საათის განმავლობაში Ripple-მა დაკარგა დაახლოებით 36% თავისი ფასი და ამ მომენტისათვის იგი შეადგენს 34 ცენტის დიაპაზონს. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენი მყოფებით არხზე Bit Dealer-ი, როგორც ყოველთვის მე გახლავართ გიორგი და დღეს მინდა გესაუბროთ იმაზე, თუ რატომ დაეცა Ripple-ის ფასი, რა რეალური მიზეზები არსებობს ამისი და რა პერსპექტივები ექნება მას სამომავლოდ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო მეგობრებო, რომ მე პირადად Ripple-ის მიმართ არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება მაქვს. ამისი მიზეზი არის ის, რომ Ripple არ წარმოადგენს რეალურად ნამდვილ კრიპტოვალუტას, იგი არის უფრო ფულის გადარიცხვის სისტემა და მასში მონაწილეობას ღებულობს მათ მიერ შემუშავებული ტოკენი XRP, რომელიც სწორედ ყველასთვის ცნობილი არის Ripple-ის სახელით, თუმცა იგი სინამდვილეში არის უბრალოდ XRP, X-Rapid გადარიცხვის სისტემის შემოკლებული აბრევიატურა. ანუ ეს არის შიდა მომსახურეობის ტოკენი, რომელიც იდეაში უნდა გამოიყენებოდეს ბანკების მიერ, იმისთვის რომ მოხდეს ძალიან სწრაფი, მარტივი და იაფი ტრანზაქციები, რისთვისაც პრინციპში თავიდანვე იქმნებოდა Ripple. ამ კუთხით მეგობრებო, Ripple მართლაც ძალიან კარგი ვალუტა არის და ძალიან დაბალი საკომისიოები, ძალიან სწრაფი ტრანზაქციები ნამდვილად აქვს, თუმცა ძალიან ბევრია მისი ანალოგიური მონეტა არსებობს, რომელსაც ბევრად უფრო მაღალი საიმედოობა აქვს. საიმედოობაში იმას გულისხმობ, რომ თავად Ripple-ს არ გააჩნია მაინინგი, ის უკვე წინასწარ არის გამოშვებული თავად კომპანიის მიერ და შემდგომ უკვე მოხდა მისი ნაწილ-ნაწილ გაყიდვა კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მთლიანობაში Ripple-ს გააჩნია 100 მილიარდი ტოკენი, ანუ 100 მილიარდი ერთეული, საიდანაც ცირკულაციაში იმყოფება 45 მილიარდი ტოკენი და დაახლოებით 55 მილიარდი ტოკენი არის გაყინული თავად კომპანიის ბალანსებზე, რომელსაც დრო-და-დრო ისინი ხსნიან დაახლოებით ყოველთვიურად 1 მილიარდ XRP-ს და ყიდიან იმისთვის, რომ დააფინანსონ თავიანთი კომპანიის გარკვეული ხარჯები. ეს განაპირობებდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმას, რომ Ripple-ის ფასი არ იზრდებოდა, თუმცა, როდესაც ვიხილეთ უკვე Bitcoin-ის პარაბოლური ზრდის დასაწყისი, ამას მოყვა სხვა ალტკოინების აქტიური ზრდაც და მათ შორის Ripple-იც აიტაცა ამ ყველაფერმა. გარკვეულ მომენტში Ripple-მა ძალიან კარგი პიკი გვიჩვენა, ეს იყო დაახლოებით 80 ცენტის დიაპაზონში და ამას უკვე შემდგომ მოყვა ნელ-ნელა პატარა კორექცია. რა თქმა უნდა, ფასის ვარდნა ამ სიტუაციაში გამოწვეული არის გარკვეული მიზეზით, რომელიც გუშინ გაჟღერდა და ეს არის ის, რომ ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიამ სასამართლოში უშუქლა კომპანია Ripple-ს და კერძოდ Ripple-ის გენერალურ დირექტორს Brett Garlinghouse. ისინი თვლიან, რომ კომპანია Ripple თავის მომხმარებლებს არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებს ყიდიდა XRP-ის ტოკენის სახით. ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისია თვლის, რომ ტოკენი XRP წარმოადგენს ფასიან ქაღალდს, რომელიც უნდა იყოს რეგისტრირებული იმისათვის, რომ ამერიკის მოქალაქეებმა შეიძინონ იგი. თავად რა თქმა უნდა, Brett Garlinghouse არ თვლის, რომ Ripple წარმოადგენს ფასიან ქაღალდს და იგი აპირებს სასამართლოში დაადასტუროს თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ Ripple არ არის ფასიანი ქაღალდი, ამიტომაც მეგობრებო, ერთის მხრივ შესაძლოა Ripple-მა ვერ მოუგოს, რა თქმა უნდა, ისეთ დიდ ორგანიზაციას და ისეთ სახელმწიფო სტრუქტურას, როგორიც არის SEC. მეორეს მხრივ, ისინი ყველანაირად ეცდებიან, რომ დაამტკიცონ Ripple-ის არაფასიანი ქაღალდის თვისებები, არამედ გამოიყვანონ მისგან ვალუტა და ამ შემთხვევაში უკვე თუ კი შეძლებს Brett Garlinghouse და მისი გუნდი ამის დამტკიცებას, ასეთ შემთხვევაში Ripple-ის ფასი სავარაუდოდ ძალიან სწრაფად გაიზრდება და შესაძლოა ძალიან კარგ მაჩვენებლებსაც მიაღწიოს. პირადად მე არ მაქვს კარგი დამოკიდებულება Ripple-ის მიმართ, ამის მიზეზი არის ზუსტად ის, რომ თავად კომპანია წარმოადგენს 55% ემისიის მფლობელს და თავად კომპანია ფლობს თავისი მონეტების 55%-ს, რაც არის ძალიან ცენტრალიზებული სისტემის მაჩვენებელი. ჩვენ კი კრიპტოსამყაროში გვიყვარს დეცენტრალიზებული და თავისუფალი სავაჭრო სისტემები, როგორიც არის Bitcoin, Ethereum, Litecoin და სხვა მსგავსი ანალოგიური კრიპტოვალუტები. სწორედ ამით ფასდებიან ისინი, იმიტომ რომ Ripple-ს თუნდაც იგივე Bitcoin-თან შედარებით შეუძლია გაყინოს ტრანზაქციები, გაყინოს ანგარიშები და შეაბრუნოს ტრანზაქციები, ანუ გააუქმოს ისინი. რაც Bitcoin-ის და Ethereum-ის ქსელში შეუძლებელია, ისევე როგორც Litecoin-ის და სხვა დანარჩენი დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტების შემთხვევაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი თუ პირადად მე რატომ არ მომწონს Ripple, თუმცა მეორის მხრივ მე ვხედავ მასში გარკვეულ პოტენციალს. ეს პოტენციალი პირველ რიგში გამოწვეული არის არა იმითი, რომ Ripple წარმოადგენს
წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ ტოკენს, არამედ იმითი, რომ ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი, ეგრეთ წოდებული XRP-ის არმია არის ძალიან ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ Ripple-ს აქვს ძალიან მაგარი ფუნდამენტი და სწორედ ისინი განაპირობებენ ხოლმე აი ფასის როგორც კორექციას, ისევე ზრდას. მათ ჯოგურ ინსტინქტზე ძალიან კარგი ტრეიდების გაკეთება არის შესაძლებელი, რომ ამ სიახლეებს მოყვა ძალიან დიდი პანიკა და აჟიოტაჟი XRP-ის ჰოლდერებს შორის და მათმა ძალიან დიდმა ნაწილმა, როგორც ხედავთ, მოიშორეს ეს მონეტა იმის მიუხედავად, რომ მასში ღრმად იყვნენ დარწმუნებული, რამაც გამოიწვია XRP-ის ფასის ვარდნა ძალიან კატასტროფული ტემპებით. შეგახსენებთ 36% დაკარგა ბოლო 24 საათის განმავლობაში Ripple-მა. მოკლედ, მეგობრებო, რომ შევაჯამოთ ვიდეო, თუ კი თქვენ ხართ ტრეიდერი, რომელიც სპეკულაციების ხარჯზე ფიქრობს ფულის გაკეთებას, შესაძლოა ამ შემთხვევაში შეხედოთ Ripple-ს, შეგიძლიათ აიღოთ ტრეიდი, რამდენიმე პროცენტი იქნება ეს 10-ან 20-ან შესაძლოა 50%-იც კი, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ როდესაც ამხელა ვარდნა მოხდა, ფაქტიურად Ripple-ს ყველაზე სავარაუდოდ დატოვებენ ძალიან ბევრი ინვესტორები, ძალიან ბევრი შეშინდა, ძალიან ბევრი ფიქრობს გამოსვლას, ძალიან ბევრი უკვე გამოვიდა, ამიტომაც არ შეგრჩეთ ხელში ცარიელი ტოკენი, რომლის ფასეულობაც მიუახლოვდება 0-ს. თუმცა რა თქმა უნდა იმას არ ვიძახი, რომ Bitcoin-ს არ ქონია 30 და 50%-იანი კორექციები, მაგრამ მე არ წარმომიდგენია ისეთი სიტუაცია, როდესაც Bitcoin-ი შეიძლება ღირდეს 0, მაგრამ წარმომიდგენია მაგალითად ისეთი სიტუაცია, როდესაც Ripple შეიძლება ღირდეს 0 ან საერთოდ გაქრეს. მოკლედ, მეგობრებო, იყავით ძალიან ფრთხილად ამ მონეტასთან. მესმის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს რატომღაც დიდი სიყვარული და მოლოდინი აქვს ამ მონეტის მიმართ, თუმცა როგორც უკვე გითხარით, არც თუ ისე საიმედო მონეტა არის იმისათვის, რომ მასში ფული შეინახოთ. თუ კი უბრალოდ კრიპტოვალუტაში ფულის დაბანდებას ფიქრობთ, როგორც მინიმუმ გირჩევთ ეს გააკეთოთ Bitcoin-ში. და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აი ეს ადამიანები, რომლებიც ვიცი რამოდენიმე ბლოგერი, რომელსაც ძალიან მოსწონს XRP და ფაქტიურად მთელი საკუთარი პორტფელი აქვთ XRP-ში, ძალიან მეწოდებიან ეს ადამიანები, იმიტომ რომ მათ გამოტოვეს Bitcoin-ის ზრდის ფაზა, როდესაც XRP-მ დაიწყო ზრდა 80 ცენტზე, ისინი უკვე ელოდებოდნენ $-ს და $2.5 და $3 და პრინციპში საბოლოო ჯამში შერჩათ ხელში 30 ცენტიანი XRP, ანუ ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ამიტომაც არ შეინახული altcoin-ებში და კერძოდ მით უმეტეს XRP-ში. თუ გნებავთ ფულის შენახვა კრიპტოვალუტაში, გააკეთეთ ეს Bitcoin-ში. ნუ იყიდით მთელი ფულით ერთიანად, გადაანაწილეთ თქვენი რისკები დროსა და ვალუტებს შორის. მე კი ამით დაგემშვიდობებით და რა თქმა უნდა შევხვდებით სულ მალე. დროებით.